მოგესალმებით მეგობრებო ქალაქ გურჯაანიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბიოჰაკერთან სტუმრად, ჩამოსული ვართ. საინტერესო რაღაც კოლექცია აქვს წარმოდგენილი, თანასეთ თვითონ არ აღიარებს, მაგრამ მაგარ ჯანზე არის და კითხვა გამიჩნდა, მაინტერესებს უბრალოდ რას რისთვის მოიხმარს და ჩავწერეთ ვიდეოს და თქვენც იქნებით ამის შესახებ ინფორმირებული. სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ეს მოვართით იმიტომ, რომ ჩემთან YouTube-ზე სულ ეს ემოქმედა, короче, დამჩემდებულს რა. მოკლედ, ეს არის ჩემი ბარი ბიჭები რა, ვინც ნახავთ ამ ვიდეოს და არაფერი ჩაობრი უბრალოდ რუტინით, როცა ვცხოვრობ ხოლმე და როცა ვარ აქ, ფაქტიურად ჩემთან შეიძლება ითქვას. დარბაზ ოფისში ეს არის ჩემი ბარი და აქ ალაგია იმენა, რასაც ფაქტიურად ყოველ დღე მოვიხმარ. ბევრი თითქოს არ არის, იმიტომ რომ მინიმუმ 1-2-3 ამდენი სახში მაქვს, მაგრამ აქ რაც არის, გავირბეთ უცებ ვიტყვი რატო ვიღებ, რისთვის ვიღებ, რაღაცა დანამაც როგორი გარკვეული რაღაცა ლაიფჰაკ, ბიოჰაკი აქვს, რაც შეიძლება გამოყენდეს და საინტერესო ინფორმაციას ფაქტიურად რა ვიცი, ვეცდებით რომ გავაზიაროთ, რაც შეიძლება იმენა ბართან დაკავშირებით, სრული გაუშთა დავითას და რა ვიცი, რაღაცა საინტერესო ვარიანტს ჩავწერთ და რა ვიცი, საიდან მოყვეთ აქედან ქვევით. აქედან დავიწყოთ, აქეთ გავყვეთ. ეს მოიტანა ჩემ ერთადერთმა მაგასმა, короче, რა. სადღაც დაიწია, просто ცინკი არის. ცინკის ფაქტიურად ფორმა გლუკონატია, ну აი соу ფორმა არის, მაგრამ ცინკი როგორი თემა არის, ვიდეო მაქვს გადაღებული ადრე, დიდი არაფერი განსაკუთრებული, საჭირო მინერალი. როცა არის იმინა დეფიციტი, რასაც უწევენ ბიჭები, რომ ტესტოსტერონს ეწევა და რაღაცა, ეგ მასე ფლათ არ არის. ტესტოსტერონზე მოქმედეს მაშინ, როცა არის იმინა ამის დეფიციტი და დეფიციტი ვიტყოდი, რომ ამისი მაინც ძალიან არ არის, короче, რა, ამიტომ მოდით რა 10 ბალზე შევაფასოთ ეს თანამატები. კარგი იქნება, კაი აზრი. ცინკს 10 ბალიდან დაუწერთ მიახლოებით 1-3-4 მაქსიმუმი რა. და ახლა ასეთი კითხვა გამიჩნდა, ეს საკვები დანამატები აქ რაც არის წარმოდგენილი რა. ეს ცინკი, ეს პიროსინი, ეს რომელი არის? ხო, მოკლედ, ეს საკვები დანამატები აქ რაც არის წარმოდგენილი. არის თუ არა ესე, რომ სიტყვაზე ერთი მაგალითად რომელიმე ცალკე მუშაობს ეფექტურად თუ კომბინაციაში არის კარგი? ჯერჯერობით ყოველთვის კომბინაცია კაი, 1,000,000%, იმიტომ რომ რაღაცა ნივთიერება რაღაცასთან ყოველთვის სინერგიას ქმნის. კომბინაციაში შედის და დაჟე შეიძლება რომ აძლიერებდეს რა და აქ რაც არის ფაქტიურად ეხა ახსნი როგორ სიტუაციას რომ პრეორკაუტის თემას მე ბოლოში ვიტყვი რაც იმენა მე მაქვს პრეორკაუტის ვარიანტი და აქ მაქვს აზრილი ხარ როგორი პონტი რა ვარჯიში თქვა დაჟე დროს ხომ რა რაღაცას ხომ პახოთ შუალედში სწორ ხომ თუ არ მოვიწყდება და პროსტა მაგას ვიტყვი რატოც თუმცა რაღაც იქ შევიხეთ ცინკზე короче სლაიდად თქვა ამას არ გამომაქვილებ ძალიან ეს არის ჰიპერზინი ეს არის გარკვეული ნოოტროპული ნივთიერება რომელიც აქტიურებს ნეირომედიატორს ფაქტიურად აცეტილქოლინს ანუ ამას ვსვავ ხოლმე 1000 ერთხელ ნახევარ ტაბლეტს მიახლოებით გამომდის აი დოზირება ამას როცა ბევრს უბერავ 100 მიკროგრამი შეიძლება ბევრი სიმართლე შეარ არის მაგრამ მაინც მივტეხავ ამას ვიღებ ხოლმე აი თქვა რამე ნორმალური ვიდეო თუ მინდა გადავიღო და კიდე თქვა რამე კაი პოსტი მინდა დავწერო რა ანუ ცოტა უფრო კრეატიული ხდები რა ანუ ეს აქ ისე მიდევს соу ვარიანტში ეს არის ემკა იბუტამორენი ამას 1000 ერთხელ ხოლმე უბერავ ესე ხა ყველამ ხო იცით ფაქტიურად ბუნებრივი დისჰორმონის სტიმულატორი მადას გმატებს ჯანზე მოვდივართ ასე შემდეგ ბალებით ჰიპერზინი საინტერესოა ბიჭები 10 ბალიდან დაუწერ ამას მიახლოებით 1-800 ემკა 10 ბალიდან 900 შემდეგ ახლა აქ დევს ფაქტიურად აი უროლითინი რა მეტად გამოჩნდება ნორმალურად კი ისეთი ნივთიერება არის უროლითინია რომელიც არის აი წითელი რო არის კაროჩი და ისინი რო ბროწოლში არის რა რა ეფექტები აქვს ამას ფაქტიურად არის გარკვეული ისეთი პრეპარატები რომელიც თქვა აქტიურებს და რაღაცა მექანიზმი რომელიც აქტიურებს აუტოფაგია არის მიახლოებით აი უხეშად რო თქვა ესა ჭუჭყიანი ცუდი უარყოფითი უდედების გამოყვანა რა და აი ამ ნივთიერებას აქვს მიტოფაგია ანუ ჩვენს მიტოქონდრიებს ფაქტიურად ენერგო რაღაცა სუბსტანციებს უკეთებს როგორც გასუფთავებას, რეგენერაციას, აღდგენას, ანუ ეს არის უფრო ანტიეიჯის თემა, ვისაც უნდა თქვა ჯანმრთელობა და ვისაც უნდა ციკლიკური სპორტი, აი თქვა ლუკა ლოპარაკობთ ბოქსზე, სადაც არის გამძლეობა საჭირო, აი მე დავუწერ ამ ნივთიერებას 10-დან აი 9.5-ს მოკლედ რა, საინტერესოა და ძალიან მაგარი თემა, просто ძვირიანია, მაგრამ იმენა აი გამძლეობის თემაში არის მაგარი, მიტოქონდრიებს რაღაც ვარიანტში რო თქვა დავაზიანებთ, გავხარჯავთ მაგის აღდგენას ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეხმარება, ანუ ვინც უბერავ თქვა გინდა ფეხბურთს, MMA, ბოქსი, ნებისმიერი ციკლიკა და გინას ბოდიბილდერები რა. ეგენიც მაინც ვარჯიშობენ. წაგადგებათ ბიჭები, კაი პონტი არის რა. ეს აქ იმიტოდებს ცალკე რომ ეს უმჯობესია დაილიოს მშიერ ფუტზე რა. ამიტომ ამას ხოლმე თუ არ დამავიწყდება ფაქტიურად. ეს არის თომოტიდინი ამას სლაიდად გავყვები. ჟავიანობის დამწევია, მაგრამ ამას აკიდე გარკვეული კალცინოზი თუ იცით ფაქტიურად სიცოცხლეზე, მაგას აკვირდებს ეს ძალიან ისეთ საიდუმლო ამას სლაიდად შევეხები რა. ამაზე არაფერს არ ვიტყვი. სერაპეპტაზა ანტიბიოტიკი საწინააღმდეგო არის, პახულდობისას თქვა აი ხშირად შეშუპება აქვთ, ვისაც დაჟე თქვა აი სინძიმი აქვს ფეხებში და რაღაც ვარიანტში. ეს სახსრების თემაში მუშაობს. სახსრების თემაში მუშაობს კი, ამას დაუწერ ალბათ ცვეთში 10 ბალიდან 1-800. რა წავიკითხე კიდე საინტერესო კვლევა. ეს წადგება იმ ხალხს, ვის თქვა ინიექციებს იკეთებს და ვისაც თქვა აი ინიექციების შემდეგ აი კოჟრები რო რჩება თქო და გამაგრება. იმის გაწოვას ეხმარება ეს რა. აი ეს იმენა ალბათ მეგონი საქართველოში არავის არ აქვს თქომი. იმენა თემაა რა. ამასაც ხომ ყოველ დღე ვარჯიშის ხო შუაში მშიერ ფუტზე, ამასაც ვსვავ.
ეს ის არის ლამბრუკინაძა რა. სერაპეპტაზა, ლამბრუკინაძა და ნატოკინაძა ეს არის მიახლოებით ერთი ოჯახი, როგორც ბიჯაშვილები არიან. მიახლოებით ყოველს იგივე ეფექტი აქვს. პროსტა აი როგორ თემას ვიტყვი. ნატოკინაძა არის ერთადერთი ის ნივთიერება, რომელიც ანადგურებს ფიბრინს. ფიბრინი არის ისეთი გარკვეული ცილა, რომელიც როგორც რაღაც გარკვეული ბადე წარმოიქმნება სიძარღვებზე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ აი ტრომბი თქვათ რაღაც ვარიანტში თუ ყალიბდება წლების განმავლობაში, ეს უშლის მაგას ხელს. აი ეს არის იმენა ის დანამატი მას თხევ ყოველასთვის, ვისაც თქვათ ჯანმრთელობა უნდა და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც რამეს თქვათ გამოიყენებს აი სპორტის თემაში, რომ აი ეს არის იმენა მისწრება. ოღონდ დოზირება უნდა დალიოთ ბიჭების ბევრი რა. 80000 ერთეული. ლამბრუკინაძეც იგივე თემა არის მიახლოებით, ანუ ფაქტიურად აი რო ითქვას ტრომბოციტების დამწერია რა. ეს არის უფრო იმათთვის, ვინც არის თქვათ რაღაცა გარკვეული სტერიკებზე და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ხალხსაც შეუძლია მიიღოთ, მაგრამ უფრო ეს არის ჩემი თემაა ფაქტიურად. ესენი სულ ყველაფერი ილევა ხოლმე ვარჯიშის შუაში ვსვა ხოლმე რომ სამ უჯერი მშიერი. ამას 9-იანი 10-დან, ამასაც 9-იანი და ამას ალბათ 1-10 რა, იმიტომ რომ ფიბრინის ერთადერთი ნივთიერება ეს არის, რომელიც იმენა წუთში შლიც. ესე იგი მაგარი რაღაცა ყოფილი. ჯანმრთელობისთვის იმენა ძალიან მაგარი თემა არის რა. სულფურაფანი ფაქტიურად ეს არის ისეთი გარკვეული ნივთიერება, რომელიც არის ბროკოლში. ანტიოქსიდანტია. შეიძლება ითქვას რა, ძალიან ბევრი დადებითი ფუნქცია აქვს, პროსტა როგორი თემა არის. მე ლიჩნად აი კუჭის თემაში ბოსნეული რო ჭამო თქვა, ანუ ვისაც თქვა აი ბოსნეულს ვერინელებს, ანუ შებეილობა აქვს და რაღაცა რა. მაგ თემაში ეს შეიძლება გამოყენდეს მაშინ, როგორც ფაქტიურად აი როგორც ბროკოლს ვანაცვლებთ რა. და პროსტა იმ გარკვეულ სასარგებლო ნივთიერებას ვიღებთ, რავი 5-ჯერ 10-ჯერ მეც ვიდრე თქვა არის ბროკოლში. თემა არა ესეც, რავი. ამას აქვს პროცებული ახატია? არ არის პროცებული, ეგ არის ჩიზანდრა, ეგ არის ისეთი ადაპტოგენია, რომელიც შეიძლება ითქვას მატებს გამძლეობას, სტრესის ფონს არეგულირებს და არის ფაქტიურად როგორი ადაპტოგენი რა. თირკმეზე და ჯირკვლებზე ფაქტიურად მოქმედებს. ადამიანი თუ გადაღლილია, თქვა აი ბევრს მუშაობს, აი შენ თქვით რომ დილის 9-დან საღამოს 12 საათამდე. აი ციკლებად, ვინც არის გადაღლილი და რაღაცა იმენა არის მასთეო რა. ამას ალბათ 8-იანი 10-დან ესე იგი ბევრს ვინც მუშაობს ეს ადამიანი უნდა იღებდეს ამ საკვებ კი, ციკლებად, კი, თვეში. მოდი მაშინ აი შევეხოთ ლაითად. ეს ჩიზანდრა, როდიოლა ფაქტიურად, ესეც ორივე ადაპტოგენი არის. просто ამას იმენა ხო სცენარეულები არის. სცენარეულები ესეც და აი გისენი, ჟეშენი შოულებრივი. აი ესეთი ჟეშენები. სულ ადაპტოგენებია, თუ სვავთ ჯუბიაი და იმიქსოს თავიდანაც ერთად იმენა სინერგია არის რა და ამას კიდე ის აქვს ცვეთში კვლევა რომ გამძლეობას მატებს იმენა ცვეთში. დიდი რაოდენობით თუ ილევა რა და შეიძლება ესენი დაილიოს, რავი, გინაც წელიწადში 1-2 არავის ნამდვილად არ აწყენს, ვინც არის სტრესში და გადაღლაში ფაქტიურად. ამას 8-იანი ამას 9-იანი 10-დან, რადგან მე მაგრად მევასება ჟენშენს ალბათ 7-იანი ან 8-იანი რა, იმიტომ რომ ზოგს ამასზე ცოტა შეიძლება თავის ტიოდეს რა. ეგეც მაინტერესებს კიო რა, ეს სცენარეული საკვები დაამატები რაც არის რა ზოგად მუშაობას, როგორ იტყვი შენ ამას რომ სცენარეული საკვები დაამატები მუშაობს თუ არა რეალურად. როგორი თემა არის კაი ხალხი ყავს აი მაგალითად აი ეს, ვინც ბევრს მუშაობს და ეს რომ მიიღოს ციკლებად განსხვავებას თუ შეატყობს რამეს. აი 1,000,000% შეატყობს ამაზე, რო ავიღოთ თქვა, აი როგორი ხუთი რაღაცა ავიღოთ ერთმანეთში დავმიქსოთ რა. შიზანდრა, ჟენშენი, როდიოლა, ბარემანდე კაროში თქვა, აშლაგანდაც ეგეთ შეიძლება რა, ითქვას ნორმალურია რა. და დაჟე თქვა ბოლოში მოვაქციოთ როგორც სცენარი თქვა და შეიძლება უფრო იმ ჯგუფში როგორც ადაპტოგენი კიდე მაგარი მაგალითად მაგალითად სიკიცე ხარ მე არ ახსოვ მაგას, მაგრამ რაღაც ისეთი სინერგიული ისეთი ბუსტი იქნება რომ ცვეთში მუშაობს კი. გზნობ რა. ანუ უფრო ნორმალურად დაგროვებითი ეფექტი აქვს ამას. ანუ ესე რომ დალიო როგორც კოფეინი და მოგვიყვება ხოლმე მასე არ არის ცვეთში. ამას კაროში ისუნდა რა. დროის ვარიანტი. შევაფასეთ მე მგონი ეს ყველა. მოდი თიროსინზე ვიტყვი. თიროსინი ამინომჟავა ფაქტიურად რომელიც ეს პრეკურსორი დოკუმენტის. ანუ ვის თქვა გზნობთ თავს უმოტივაციოდ გადაღლილები ხართ, ვერ ახართ თქვა შეიძლება ითქვას ხოძზე, ან ანალოგიურად ბევრს ძალიან თქვა აი იტვირთებით, ეს არის იმენა მისწრება რა ეს ვარიანტი, просто ალბათ ყოველ დღე არა, რადგან აი გააქტიურებს. ეს სამაკ რატო აი ბიჭებს, ჩემ ბიჭებს, როცა გავახუნე თქვა ძიმე ვორჯიში, აი წიარის დღე თქვა, ეს ცოტა შეიძლება ითქვას აფრენიებს როგორ ვქონ, ცოტა აი ხოდავს რა, დიდი დოზირება, ამას უდალევა იმენა მოდიხარ ჭრაზე კაროში და ეს ალბათ უფრო ძიმე ვორჯიშის დღეებში დოზირება 500-დან 2000 მილიგრამამდე. კაი რამეა რეალურად, ამას ალბათ 1-10-დან 8-9 რა, ცვეთში. ეს ყოველ დღე მე ამას არ ახსოვებ რა. მოდი აი იმუნის შევეხები. ეს არის გარკვეული ისეთი პრობიოტიკია, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენ კუჭი არის კეთილიც და უარყოფითი ბაქტერიები რა. უხეშად თუ თქვათ, ნაწლავებში კეთილი ბაქტერიებისთვის არის ეს. ინულინი ერთადერთი ისეთი აი რეალურად კუჭზე თუ მივა საუბარი სარგებლობაზე, ვიძახ რომ BPC-ის კაფსულას და ინულინს უწერ ხოლმე ჩემ კლიენტებს, ვისაც კუჭზე ცოტა აქვს პრობლემები. ამას 10-დან 8-იანი ან 9-იანი დაჟე. მეთილენი ლუჯი, ანტიოქსიდანტი, მემბრანოპროტექტორი, რავი, აი 1000 რაღაცა აქვს. ყველაზე ალბათ ისეთი იაფი ნივთიერება, რომელიც აი ცვეთში ნერვული სისტემა, გამძლეობა, მიტოქონდრიები, იმენა თემაა ეს ალბათ ყველას უნდა ქონდეს სახში. ამას იმენა 10-დან ცვეთში იმენა 10 რა.
მოდი ესე იგი, ხო აი ეს უცებ შევეხები, სოდა მაქვს აქ, ამას სვავ ხოლმე რა ფაქტობრივად. სოდიუმის ბიკარბონატი ეს არის იგივე კლასიკური როგორც სოდა შეიძლება ითქვას, აი სახში რომ ხმარობენ გამოცხობაში რაღაცაში და რისთვის არის ეს? ლაქტატს ფაქტიურად დამჟავება, როცა აი თქვა, როცა რაღაცა სინტეზს ვაკეთებთ რა. კუნთები რო გვეღლება და რო გვეჭიმება და რაღაცა, მაგას გვეხმარება რომ 3-5%-ით არ დაგვეჭიმოს. ანუ გამძლეობისთვის არის ძალიან მაგარი და დაჟე ამას დიდი პლუსი ის აქვს, რომ ორდღიანი ჩაგვირთვაც ნორმალურად ამისი ფაქტობრივად იგრძნობა გამძლეობა რა. ახლა ეს ჩვეულებრივი სუფრის სოდის გარეთ განსხვავდება ეგეც რომ უთხრა. კუჩს გადის ფაქტობრივად კვიშს რო სითხეს როცა ვიღებ ჩვენ, ისიც შეიძლება ახსნი როგორ მექანიზმი, სოდას აქ წუდი მარტო ის კაროჩე რომ ვისაც სუსტი კუჭი აქვს, აი 70-ის 50-50-ზე აფაღარათიან დაგემართება ან არა კაროჩე რა და ამას ის აქვს რომ ფაქტობრივად ეს რო კაფსულარი გადის ფაქტობრივად და შეიძლება ნაწილებში გაიხსნას, პლუს ისეთ თემა არის რომ მხოლოდ კუჭისთან აქვს პრიორიტეტი, თან არის დღის ეს ძვირი. თუ კუჭი გაქვთ ძლიერი და თქვათ შეგიძლიათ რომ დაჟე დატესტოთ, ოღონდ დატესტოთ უეჭველი ჭამის შემდეგ, პროსტა ერთი ნიუანსი ის არის, რომ რაც კი კვლევები რამე ნორმალური იყო, იმენა სვეტში რა, თავი თაგვებზე, ცხენებზე, ხალხზე, სპორტსმენებზე იყო ის, რომ დიდი დოზები ძალიან, ეგ დოზები არ ესეჭი, კაროჩი სოლდნენ ამას აი 100 კილოენ ტიპის სოლა და 30 გრამს სოლას. მოდიში ბევრია რა, აი უეჭველი კუჭი უეჭველი მე მქონე ექსპერიმენტი ესე იგი როგორ კაროჩი რა. ყველაზე მეტი მიცდია დილით სახში 7-8 გრამი თბილში აი ამოქაფდება და 100 დიხდი კაროჩი სოლდი. მე მოდიოდი აქ 1.5 საათში კიდე დავამატებდი 5 გრამს და 9 საათში კიდე მიახლოებით 1.5-6 გრამს კაროჩი რა და 16-18 გრამი მიცდია და აი მინა კაროჩი კუჭს აგიებს რა. ესე იგი სოდა კარგი არის ოღონდ ზომიერად სვეტში რა. ამიტომ როგორი თემა არის ალბათ 1-10-დან 10-დან რავი 6-ით შეიძლება, იმიტომ 6-7-იც იმიტომ რომ კაპიკები არის სოფში რა და შეიძლება რომ იყოს ფაქტიურად რა. სულ ისა აი ესეთი პროსტა კომპლექსებია მიტოქონდრიებისთვის აქ აი ძალიან ბევრი რაღაცა ამას 1000-ში ერთხელ ამას ეხლა მე ვსვავ ოღონდ ამას სახში შევეხები ორ რაღაცას აი ყველაზე იმენა სვეტში აი რასაც აი აქ ალბათ დევს ყველაზე მაგარი ალბათ არის იმენა ეს ორი კომბინაცია იმიტომ რომ ამას უბერავ ერთი კვირა და ენერგია მაქვს პროსტა არ ვიღლები რა აი დილობით ვეგვიძება კარო 7 საათზე იმენა სვეტში და ახსნი როგორ თემას არის NAD+ მოლეკულარი რომელიც შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ენერგია რა 25 წლის ზევით 30 წლის ზევით ეგ NAD-ის ლეველი იკლებს ძალიან მაგრად და შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ეგ რო ცოტა მივიხმაროთ დავლიოთ და ეგ NAD ავიწიოთ მაგის ლეველი რა არის ბევრნაირი ფორმები აი N, M, N და H ეს არის იდეალური კომბინაცია როგორც ვთქვათ რომ მოვიმატოთ NAD+-ი რა აი ესაც არის ფაქტიურად 5 ამინო 1 MQ ეს არის NNMT-ის ინჰიბიტორი. ეგ NNMT არის ისეთი გარკვეული რაღაცა ჩვენ ორგანიზმში რაღაც გარკვეული ფერმენტი, რომელიც ამას ანადგურებს. ანუ ჩვენ ბლოკავთ ფერმენტსაც, რომელიც ფაქტიურად ანადგურებს NAD-ს და ახუდ ამას სვავთ. ანუ აი ეს არის იმენა კაროჩე ანტი-ეიჯის თემაში ენერგია, მიტოქონდრიები, გამძლეობა, მხნეობა. აი ამას 10-დან იმენა 10 რა. ეგ ეს მაგარი რაღაცა ყოფილა რა. ამაზე სვეტში ეს კომბინაცია, ამაზე არ აბაზრობენ არავინ იმენა. აი მე არ მინახე ვიდეო რა. იმენა ეს ორი ერთმანეთში, აი სასწაულია კაროჩე რა. მაგას ამას ავსვავ ეხლა ციკლებად 9BC ეს არის ნოოტროპი, მაგრამ უფრო როგორი ნოოტროპი რა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ რეცეპტორებს ფაქტიურად დოფამინის აღადგენს. წააგება მაგრამ ვის? ვინც გადაღლილი გადატვირთული არის, ვინც ხანდახან სვავს ალკოჰოლს და ივერ არის ხოთზე, ვინც იმენა არის გადამწვარი მუშაობით, აი უკვე რო აღარ უნდა დილით გაგვიძება კაროჩე რა. აი ეს არის ალბათ ყველაზე მაგარი ნივთიერება რაც აი სვეტში შეიძლება ითქვას ამასთან რა. აი სინერგია. ეს ორი ერთად თუ დავლიოთ იმენა აი 5-6 წელი გადის და იმენა კაროჩე იბადები რა. აი ეგრევე мотиваცია გიშლება რომ იმენა სვეტში იცხოვრო რა. ამასაც 10-ია. ესე იგი ვისაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, მაგისთვის მისწრება არის ეს კი, სვეტში. კლასიკური კოფეინი, ხანდახან თქვა არ მინდა პრე-ვორკაუტი 100 მგ დავლიო, ხოთზე ვარ. 10-დან იმენა 10. ეს არის ის ამერიკული კაროჩე პარაცეტამოლია ესა. აცეტომენი არის პარაცეტამოლი კლასიკური, პარაცეტამოლი სიცხის დამწევია რა. და ხონდა როგორი ექსპერიმენტი. ხო ზირო ხომ რაღაც თქვა დილით რაც გავიგუზებ ხოლმე კაც აზრებით და ერთხელ მომივიდა გენიალური აზრი რომ ვიძახი რომ ადამიანი იღლება რამოდენიმე ფაზა არის როცა ჟანგბადის ნაკლებობს განისდის როცა ძალიან ცხელდება ორგანიზმი და ხუდება ძალიან მაშინ იღლება ფაქტიურად რა ნუ კუნთების ძალა რა სხვა თემა ვიძახი რომ მე თვითონ იმეთი ამას თუ კაროჩე რა მე ხო სიცხეს ეწევა ანუ ვაჟის დალიო კაი კომპლექსის წინ თქო და რაღაცა რა და ცადე კაროჩე დაბალი დოზირება რა არ ვიტყვი რომ რაღაცა თქვა კოსმოსია მაგრამ ექსპერიმენტი შეიძლება იმის მე აღარ მიცდია რა ამიტომ სიცხეს დამწე თუ ვიღაც სულ გახდება კაროჩე თუ სიცხეს დამწე რა არის რა ოპა ამასაც არ ახვალებ ამას ვალევინებ ხომ ბიჭებს რა როცა ვიღაცა თავს სტუმარი მოვა და აი მეტყვის რომ ზამთრობდი მაგრამ ეს არის აგმატინის სულფატი ფაქტიურად ეს არის გარკვეული ისეთი მარილი რომელიც როგორ შეიძლება იყოს რა ყველაფერი რაც ცოტა წყალს აკავებს
გინდა თქვა შიდა უჯრედულად, გინდა გარე უჯრედულად, ცოტა უკეთ ფამფავს რა. ეს არის ისეთი გარკვეული ნიუტრიენტი, რომელიც გვეხმარება ფამში. ანუ ფამფავიტები ვიცახართ, ვიძახ ხოლმე სიალისი, ციტრულინი, აგმატინის სულფატი, შეიძლება რომ გეგმოთ რა, ესეც ავეთ 500-დან 1500 მგ-მდე. ამას მე ესეთი ბრენდის არის რონის ბრენდი, ყორევანის. ნორმალური ბრენდია, წავა რა. ესეც იგივე ფასიკინაზა, ამას ეს ვთქვით. იგივე ეს როდიოლა, ესეც ეს არის ჩაუბრი პროგლუტები, დავით. აქ არაფერი, ამას პროსტა ისე რომ ესეთი სასტორი მაქვს, короче, წონი ხოლმე, ისე რომ ეკვივალენტი კოფეინი რა მივიდეს 1.70-80 მგ რა. იგივე სულ ყველა რავი რომელიც გემოს მინდა ხოლმე ხანდახან აურება, короче, რა. PQQ, ანტიოქსიდანტი, ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ მიტოქონდრიების ჯანმრთელობას ეწევა, განძიებასაც ცვეთში მატებს და რავი, ამობენ ზოგადად რომ არის ვიტამინ C-ზე მიახლოებით ერთი 100 ჯერ მაგარი ძლიერი ანტიოქსიდანტი რა. როცა სვავ გრძელ პერსპექტივაში შეიძლება ითქვას რომ კაია. ერთიერ რაღაცა ბუმს ვერ ეკეთებს. ხანდახან ციკლება შეიძლება რომ დაელიოს ცვეთში რა. ეს ვიდეო საკეთ, ქვევით რა ვიდეოს, აი ესეთი ანტიოქსიდანტი არის, ასტაქსანტინი ძალიან მაგარი ანტიოქსიდანტი არის, ესეც ცვეთში, ამას ვიტყოდი ალბათ აი ქალებისთვის განსაკუთრებით და ვინც ასაკში არის, მინდა მასწრებ რა, ესეც 10-დან 9 ფარი ამას. დანარჩენი ბეტალანინი, კლასიკა ეხლა ფაქტიურად, აი ჭიანჭველებრივ გივლით ბევრს გქონია რომ რა, ისა, ბევრს გქონია რომ თუ ბეტალანინი დალია და ჭიანჭველები არ დაეხვი, ესე გამუშაობს, მასე არ არის. ეგ არის side effect-ი ბეტალანინის, რომ თითქოს ჭიანჭველები დარგიან, თორე ბეტალანინი რომ აწიოს კარნოზინი, რომელიც ზუსტად მატებს გამძლეობას, უნდა დრო, ანუ მიახლოებით მინიმუმი 1 თვე მაინც უნდა დალიოთ, რა, ვინც გამძლეობა გინდათ, ბეტალანინი თავისუფლად შეგიძლიათ სულ ბეროთ 1-3-4 გრამი რა. ეს ამაკ ფოსფორიტელს, აი ესეთი ელექტროლიტები ვაცა მაჩქო ახლა ხანს. პროსტა ელექტროლიტებია რა, მარილები, რომელიც სოფლის დროს კავშირში გამოდის, არაფერი განსაკუთრებული, ეს მიგდია აქ. ეხლა მაგარაცა რომ გაღადაო, იცი, კიდე რა მიგდია აქ. აი ყველას მაგარი არის. სუფრის მარილი. მარილი როგორი თემა არის, короче, რა. ვაფშე არავინ არ ბაზრობს ამაზე მინერალებზე და აუცილებლ სიტუაციას. თუ მივასაუბარი კაი ფამპზე, ვიდეო მაგადაღებული ახლა ხანს რა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. როცა ჩვენ კარგავთ მეორე ოფლს, პირველ რიგში ხარჯავთ ფაქტიურად მარილს, ანუ გამოდის. ეგ ის ვთქვათ, რომ ეს მაინც ყველას ექნება. რომ короче, რომ გალოკო თქვათ, აი შენი თქვათ, აი ოფლი გალოკო მარილია, მლაშია ფაქტიურად, რა და. გამოდის მარილი. მარილი გამოდის მიახლოებით ერთი 700-800 მილილიტრ ოფლზე, რასაც თქვათ ადამიანი ხარჯავს რა. გამოდის მიახლოებით ინდივიდუალურია, მაგრამ ერთი 500-დან 800 მილიგრამ სოდიუმამდე რა და. ამაში 1 გრამში სოდიუმი არის მიახლოებით 400-450 მილიგრამი რა. ამიტომ პროსტა როცა ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობთ, მინერალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ თუ არ იქნება ნორმალურად შესაბამისად თქვა სოდიუმი თქვენ სხეულში, აი ფამფი ვერ გექნებათ ცვეთში რა. ამიტომ ზაფხულში ვიტყოდი უფრო. ზამთარში ხარ ვიოფლები თათგვინე ზედმეტია короче რა, მაგრამ მე ისეთი ისე ვიოფლები, აი ესე გამისხონი მინდა წვედი რა. და ამიტომ აქ ვარჯიშის დროს ხომ ამაში ხომ ვიყრი 1 გრამს რა, რომ კიდე სოდიუმი დავიმატო რა. პლუს ახლა რაც შეეხება თქვა აქ მოხმარებაზე თქვა და რაც ახლა მე ვთქვი პირველ რიგში უნდა იცოდეთ ბიჭები ის თემა რომ არც ერთი ვიტამინი არ არსებობს, არც ერთი არანაირი თქვა რამე MC, თუ თქვენ არ ვარჯიშობთ, არ შრომობთ და დისციპლინა არ გაქვთ, არ იცავთ ნორმალურად კვებას. აი დამეფიცება короче არანაირი პირიქებით და რაღაცა ყავდა მე ჩემს ცხოვრებაში ალბათ აი ერთჯერადებით რო ვიღო კონსულტაციები და ზოგადად მუშაობაც ერთ 500 კაცზე ზევით, მაგრამ ყველაზე დისციპლინირებული კვების მხრივ აი ეს კაცი იყო რა, რომ ყოველი გახსოვს ყოველი შაბათს სამწევდი ხომ, ყოველ კვირაობით მიგდებდი ხომ რაღაცებს რა. კვების დისციპლინა თუ არა გაქვთ, ვერაფერი ვერ გიშველი, თუ გინდათ აი 20 ის ჩაიყარეთ რა. მაინც ეგ არის და თან короче ფაქტიურად აქ რაც ალაგია ეს რაც არის რა. დიდი ყველაფერი არ აღჭირდება თუ ემინა მაგარ ჯანზე თქვა, ემინა მოხვიდეთ. აი ზოგს ფული არ აქვს короче რო თქვა საქართველოში ვარ რა და ბიჭები ვისაც ფული პროსტა გიჭირთ და ფული არ გაქვთ, აი ეხლა ტოპ 60-ს გეტყვით რაც იმენა წაგადგებათ რა. კოფეინი დაითრიეთ, კაპიკები ღირს იმენა короче. აჰიდროუსის ფორმა короче რა, ჩაუშვი. აი როდიოლა დაითრიეთ, ვარჯიშის წინ короче. 1000 ერთხელ თიროსინი კაპიკები ღირს ესეც короче ვაფშე რა. სოდა შეიძლება თუ გამძლეობა გაქვთ. ეგეც სოდა ბოლო-ბოლო იყიდეთ პროსტა რა, არავინ რა ღირს ლარების თუ ლარების короче რა. და გაიკეთეთ როგორი კოქტეილი. მარილი? წვენი, აჰა, აი ეს ამწვეში მივეცი, ლარი 80 თუ 2 ლარი მივეცი короче რა, ფასტეკლებაში. აიღებთ ამ წვენს, ასხავთ, რამდენიც გინათ. იღებთ მარილს, უხეშად, რავი, აი ესეთი სასწორი короче, დაიცვით 1 გრამი მარილი თქვა. და თუ არის საშუალება აი წეგან არ გამომახვილი ელექტროლიტები, აქ არის პოტასიუმი, ანუ მეორე მინერალი, რომელიც ფაქტობრივად უნდა იყოს სინერგიაში სოდიუმთან. გინდა ეს? და თუ ეს არა გაქვთ, აჰა, no, აი ახაც კაპიკიანი, აი ლარნახევარი ისა ეს. აი ეს გინდათ მიახლოებით მე-13 პაკეტი. ყრით, ამერს სვავთ და ცვეთში ხართ იმინა მაგარ ფორცემ. კოფეინი, როდიოლა, თიროსინი და მიგავარჯიშობთ რა. და ჩვენი ვართ იქნებით ცვეთში ჯანზე. ჩვენიერი. ძალები მოვსინჯოთ, короче, ცოტა მე გონი ძალიან მაგარი რჩევები გაეციგიო ახლა შენ. ყველას გამოგადგებათ, ახლა კი გადავალთ და მოსინჯავთ ძალებს. ძალიან მაგარი რაღაც ჩელენჯი გვაქვს. 60 და მეტი არის გინდა ფიში გაჩვენე. დავაი. დაყენება უნდა რავე ჩადავით. არა, რა რონე, короче, გაუვლია და let's go, ობა.
რამდენი იყო? 32. არა, ის იყო. 40 არა 30. ო, რა ვიცი 40. და 7 უკვე შეიძლება უძარო. დავай. Давай, дебют. Давай. Давай, Галия. Давай. Молодца. Давай, дебют. Давай. Егар. Стау. Давай, уста, რაღაცა მეგონი 25 არა, 25. იქონ დრო არის, დავიღა. 20 ავა კაროჩე რა 20. 50 ვერაო. 50 იცადო. არა 50. შენ 50. დავай. 20. აი! Odio! Давай! Молодец! Давай! Давай! Давай, Гио! Давай! Дал борта. Ебать! Фух. Авагио. 30 წამს შეკავარ. ავა. ეს აუზურგის მე. ეხლა ბევრია. წაღა რამდენი იყო ბიგში? 86. გუშინ მახსოვს ჩათმა დაწერა სოფლიო რეკორდი 50 კალორია მე მგონი ან 22-ში ან 23 წამში წვეთში. აი მილიონი პროცენტი მახსოვს. მე წეს რომ მინუტა მუღამი 70 მეცადა. 70-ზე მეტი რამდენი წამია თქო? მიროუი. შეუძლებელია გააკეთო 50 წამზე ქვეშ. და მე მგონი შეიძლება. წამოდგა კაროჩე რაღაცა. всё. ჭამაი ლაპარაკა გამოვიდა. 50 კალორია მსოფლიო რეკორდი.